რუსი დიქტატორი ვლადიმირ პუტინი სასწრაფოდ მიფრინავს პეკინში სი ძინპინის წინაშე მუხლის მოსახლეად, რომელმაც მას თავისთან უხმო. დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ ვერ მოასწრო პეკინიდან პარასკევს გაფრენა. რომ უკვე გახსნათ ცნობილი, რომ 4 შაბათს 20 მაისს პეკინში ვლადიმირ პუტინი ჩადის. ორ სამით შორის 5 დღიანი შუალედია. სხვათა შორის ეს პირველი შემთხვევაა ისტორიაში, როდესაც ჩინეთი ერთ თვეში ორი დაპირისპირებული ძალის ლიდერს მასპინძლობს. და ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის. ეს დემონსტრაცია. მაგრამ რატომ და რისთვის მიფრინავს ვლადიმირ პუტინი პეკინში? როგორ შეხვდებიან მას იქ და რას განიხილავენ? სწორედ ამ ყველაფერს განვიხილავთ ამ გამოშვებაში. ჩემს სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს YouTube არხი, დაალაიქეთ გამოშვება და დაწერეთ გთხოვთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ეს ძალიან ეხმარება კონტენტის პოპულარიზაციას YouTube-ზე. ამისთვის ძალიან მადლიერი ვიქნები თქვენ მიმართ, რათა რაც შეიძლება მეტმა მაყურებელმა ნახოს ეს გამოშვებები. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, ბული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მოდით მაშინვე აღვნიშნავ, რას წერენ დღეს ჩინური მედია საშუალებები. South China Morning Post იუწყება, რომ კრემლის ხელმძღვანელის ვიზიტი შედგება მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის სამიტის შემდეგ. ვლადიმირ პუტინი ჩინეთში მხოლოდ ერთი დრით იქნება. ისი ვიზიტი ალბათ არ იქნება ისეთი დიდებული და დეტალებამდე გათვლილი, როგორც ტრამპის. ერთი დღე, არანაირი სახელმწიფოებრივი პომპეზურობა. ეს არის სამუშაო შეხვედრა. აი ესე. კრემლის ოფიციალური ვერსია ვლადიმირ პუტინის პეკინში ვიზიტის შესახებ გაახმოვანა მისმა პრეზიდენტმა დმიტრი პესკოვმა, რომელმაც პუტინის ვიზიტი ჩინეთში მოსკოვისა და პეკინის უბრალოდ რუტინულ კონტაქტებად მოიხსენია. მაგრამ რუტინული კონტაქტები, როგორც პესკოვმა თქვა, ასე უბრალოდ არ ხდება. ეს ხდება ზუსტად 5 დღის შემდეგ ისტორიული ამერიკულ-ჩინური სამიტის. და იგივე გაზეთი South China Morning Post ამას ასე აღალიბებს. ეს ვიზიტი მიუთითებს პეკინის ძალისხმევაზე, მართოს ურთიერთობები მოსკოვთან და ვაშინგტონთან და წარმოაჩინოს თავი როგორც საკვანძო ძალა იმ რეალობაში, როცა მსოფლიო წესრიგი სულ უფრო ფრაგმენტირებული ხდება. და სწორედ ამ ფრაზაში ის ნამდვილში მგონია, რომ მთელი არსი. ჩინეთი ჯერ დონალდ ტრამპს იღებს და უსმენს ამერიკელებს. მოთხოვნები ირანთან, ვაჭრობასთან, ტაივანთან და რა თქმა უნდა რუსეთის ომთან უკრაინის წინააღმდეგ. და აი ამ ფრაზაში ყველაფერი უყვება მას, რაზე ესაუბრა სი ძინპინი ტრამპს და ეხლა რა უნდა გააკეთონ მოსკოვში ამის გამო. ან შეიძლება არც უყვება სხვათა შორის. ესეც არ არის გამორიცხული. ვინ არის საერთოდ ვლადიმირ პუტინი? ეს პატარა კაცი, რომელიც დარბის აკეთიკით. სი ძინპინს შეიძლება საერთოდ არც უთხრას მას. მას უბრალოდ შეუძლია მისცეს მითითებები და უთხრას: ასე, მორჩა, წადი, იმუშავე. მაგრამ არსი ისაა, რომ პეკინი ერთდროულად ორივე მხარეს უყალიბებს გაგებას, რომ ყველა გზა პეკინში მიდის, როგორც ამბობენ. რაზე იქნება საუბარი პუტინსა და სი ძინპინს შორის? რამდენიმე საკმაოდ აშკარა თემა. პირველი, ირანი. ხოლო ტრამპი პეკინში მოლაპარაკებებისას ცდილობდა, რომ ჩინეთს თეირანზე ზეწოლა მოეხდინა და დახმარებოდა ჰორმუზის სრუტის გახსნაში. ხოლო რუსეთი მაინც ირანისთვის სამხედრო ტექნოლოგიების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. იქ არის სარაკეტო კომპონენტები, დრონები, საწვავის სისტემები და ეს ყველაფერი მაინც რუსული სქემებით გადის. თუ ჩინეთმა ტრამპთან შეთანხმდა ირანზე ზეწოლაზე, მას უნდა შეუტახდეს პუტინსაც, რომ რუსეთი საკუთარი არხებით ამ ზეწოლის გვერდის ალოს შეწყვეტს. შეთქვეც თეირანის რეჟიმის მხარდაჭერას და შეამცირებს ამ რეჟიმის მხარდაჭერას. ერთი მეორის გარეშე თითქოს არ იმუშავებს. მეორე რა თქმა უნდა უკრაინა. ტრამპმა თქვა, რომ განიხილავდა ველური რუსების ომს უკრაინასთან სი ძინპინთან. და როგორც მან აღნიშნა, ორივე მხარე მშვიდობიან მოგვარებას ისურვებდა, მაგრამ არანაირი გეგმა არ არსებობს. პუტინი ზუსტად მაშინ ჩამოდის, როცა პეკინმა ამერიკული პოზიცია მოისმინა. რას ეტყვის პუტინი სი ძინპინს? და იქნება მაგრამ უკვე აშკარაა, რომ პუტინი პეკინში, სიკინში სი ძინპინთან ვიზიტამდე აშკარად ცდილობს საკუთარი მნიშვნელობის გაზრდას. აი ეს სარაკეტო დათმები კიევზე. აი ეს უპილოტოების რეკორდული გაშვება. მუქარები გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე, დართმობის შესახებ. სარმატების გამოცდები. ეს ყველაფერი მცდელობა აჩვენოს. ნახე, მე უბრალოდ ეს მელუთი პატარა კაცი არ ვარ. არა, მე საშიში მოთამაშე ვარ, ასე ვთქვათ, მსოფლიო არენაზე. და გადავდივართ მესამე საკითხზე. სარმატი. პუტინმა ამ კვირაში გამოაცხადა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ. ეს არის სიგნალი დასავლეთისა და მოკავშირეებისთვის. და ეს უკვე მეათედ ხდება 2021 წლიდან, როცა პუტინი აცხადებს ამ რაკეტის მზადყოფნის შესახებ. გახსენებთ, 2024 წლის სექტემბერში სარმატის რაკეტის წარმომადგენელმა ტესტმა პლესეცკის პოლიგონზე 60 მეტრიანი კრატერი დატოვა. დამატებით არ დაგავიცდოთ, რომ ეს რაკეტა თხევად საწვავს იყენებს. ეს გარკვეულ ექსპლუატაციურ პრობლემებს ქმნის.
ანუ ეს უფრო პოლიტიკური განცხადება, ვიდრე რეალური სამხედრო გარღვევა. მაგრამ სი ძინპინთან საუბარში პუტინი ამას ძალის დემონსტრირებად გამოიყენებს. თითქოს ნახეთ რა გვაქვს ჩვენ. რაც შეეხება ფრონტს, იმიტომ რომ ვლადიმირ პუტინი პეკინში გამარჯვებულის პოზიციიდან არ მიდის. თუმცა ცდილობს ასე გამოიხურებოდეს. აქ საინტერესოა, დღეს CNN-ი აქვეყნებს საინტერესო მასალას და წერს. პირველად დიდი ხნის შემდეგ უკრაინამ ერთ თვეში უფრო მეტი ტერიტორია გაათავისუფლა, ვიდრე რუსეთმა დაიკავა. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა განაცხადა: ჩვენ გავანადგურეთ 35,000 რუსი, როგორც აპრილში, ასევე მარტში. ანუ იგულისხმება, რომ ტემპები იგივეა. რუსეთს არ ყოფნის ძალა შეტევის გასაგრძელებლად. უკრაინის არმია ამოწურავს რუსებს. შედეგად, ომის კვლევის ინსტიტუტი ადასტურებს, რომ გასულ თვეში რუსეთმა ტერიტორიული წმინდა დანაკარგი განიცადა. ეს პირველად მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს კურსკის ოპერაცია 2024 წლის აგვისტოში. საბრძოლო ველზე უკვე აშკარაა, რომ რუსეთი ინიციატივას კარგავს. ამიტომაც ის ცდილობს მასიურად შეუტიოს უკრაინის ქალაქებს. ეს 1560 უპილოტო აპარატი, რომლებიც რუსეთმა მხოლოდ ერთ დღეში გაუშვა. 13 მაისს ეს არის კომპენსაცია იმისთვის, რომ ფრონტის ხაზზე არაფერი გამოსდით. და როგორც უკრაინელი ოფიცრები ამბობენ, ოკუპანტების განწყობა მაინც იცვლება გამოფიტვის გამო. და ეს მნიშვნელოვანი სიგნალია. რატომ უნდა წავიდეს პუტინი პეკინში სწორედ ეხლა? პასუხი: რომ არ მისცეს ტრამპსა და სი ძინპინს შეთანხმების შესაძლებლობა მის გარეშე. პუტინი მაინც პარანოიკია. ის შიშით ივსება, რომ რაღაცაზე შეთანხმდებიან მის გარეშე. მაპატიეთ ასეთი მკვეთრი გამონათქვამებისთვის, მაგრამ აი ეს ხალხი. სხვა სიტყვებით, მათი დახასიათება შეუძლებელია. კლასიფიცირება. და სანამ ამერიკის პრეზიდენტი პეკინში მშვიდობას საუბრობდა ჰორმუზის სრუტის გახსნაზე, ირანზე, ზეწოლაზე, რუსეთი ამ დროს განზე იყო. აი ეს. და ეხლა პუტინი თითქოს მიდის, რომ აღარ დარჩეს განზე. აუხსნა სი ძინპინს, სად არის რუსეთის წითელი ხაზები. სად არის მოსკოვი მზად ითანამშრომლოს. და არა. და შეახსენოს, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობაა შეზღუდვების გარეშე, რომელიც პეკინსა და მოსკოვს შორის გაფორმდა. ეს ხომ უბრალოდ სიტყვები არა ეს. აბა სად არის ეს ყველაფერი? და საბოლოოდ ამ გამოშვებას დავასრულებ. კიდევ ერთი იცით ციტატით South China Morning Post-დან. და ისინი შემდეგს წერენ. პეკინი ახლა საკუთარ თავს ხედავს და პოზიციონირებს როგორც ერთადერთ პლატფორმას, სადაც ყველა მთავარი მოთამაშე იკრიბება. ტრამპი ჩამოფრინდა, პუტინი ჩამოფრინდება, ხოლო სი შუაში ზის. და სწორედ ეს არის მთელი ამ კვირის გეოპოლიტიკის მთავარი შედეგი. აქ მრავალწელს დავშვა. თქვენი აზრით, თქვენი დასმევით დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი, დააჭერეთ ზარის ვილაქს და არ დაგავიცნოთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ ფინანსურად გააკეთოთ, ნებისმიერი შემოწირულობით. ან ფასიანი სპონსორული გამოწერით. ბუნებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებული ამ ვიდეოს აღწერაში, სულ ეს იყო. იზურნეთ საფუთა თავზე, ყველას ნახვამდის.